4 ოქტომბრის აქციის მონაწილეების საქმის განხილვა გრძელდება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. აქ 12 პირის ხვდომა მიმდინარეობს, მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. 11 მათგანი უკვე წინასწარ პატიმრობაშია. მარიამ მეყანწიშვილი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ყავს, გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. ამ საქმეზე ჯამში სულ 64 ბრალდებულია და მათი ეპიზოდები 5 საქმედ განიხილება. რა ხდება ახლა პროცესზე, რომელიც დღეს დილიდან მიმდინარეობს, ქეთი ნადიბაიძე გვერდდება ბოლო დეტალებით პირდაპირ ეთერში. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ დღევანდელი სხდომა დაასრულა და მომდევნო სხდომა უკვე განახლდება 2026 წელს 13 იანვარს არის ჩანიშნული. დღეს დასრულდა პირველი ეტაპი არსებითი განხილვის, მხარეებმა მიმართეს უკვე სასამართლოს შესავალი სიტყვებით და შემდეგი სხდომიდან უკვე დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. პროკურატურა დაიწყებს საკუთარი მტკიცებულებების წარმოდგენას და გამოკვლევას, მათ შორის მოწმეების გამოკითხვას, როგორც პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მას ამისთვის დასჭირდება დაახლოებით 15-20 სხდომა, რადგან ჯამში გამოსაკითხი ყავს დაახლოებით 134 მოწმე. ასეთია პროკურატურის გეგმები, რაც შეეხება დაცვის მხარეს. დღეს ადვოკატებმა, როგორც გითხარით, მიმართეს სასამართლოს შესავალი სიტყვით, მათ შორის ბრალდებულებმაც ავთანდილ სურმანიძემ ვრცელი სიტყვით მიმართა სასამართლოს და განაცხადა, რომ მისთვის დაყენებული ბრალი არის აბსურდული, ის არ უარყოფს 4 ოქტომბერს აქციაზე ყოფნას, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ჩაიდინა დანაშაული, რადგან ფიქრობს, რომ პროტესტის უფლება არის დღეს კონსტიტუციით გარანტირებული, მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ ედავებიან ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას, რადგან მის გვერდით მსხდომა არც ერთ ბრალდებულს ამ საქმეზე ის არ იცნობდა და პროკურატურასაც გაუჭირდება დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა სასამართლოში, რითიც დაადასტურებს, რომ ის ჯგუფურად ვინმესთან ერთად მოქმედებდა. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. 10 მათგანი 12 ბრალდებულიდან 10 მათგანი ესწრებოდა დღევანდელ სხდომას და სათითაოდ განუცხადა ყველამ მოსამართლეს, რომ თავს დამნაშავედ არც ერთი მიიჩნევს. მე არ ვარ იურისტი, მაგრამ დავამატებდი იმას, რომ აქ მყოფ ადამიანებს არასდროს ვიცნობდი და არ მესმის ჯგუფურობას რატომ ედავებიან. არის რაიმე დამადასტურებელი ფაქტები. პროკურორს ვთხოვ, ამ ბრალდებულებიდან რომელიმესთან კავშირის ფაქტი მოიტანოს. თქვენს ხომ გაინტერესებთ ეს ბრალდება რითია დასაბუთებული? ამ ბრალდებულებს არასდროს შევხედრი ვარ. თუ ეს ადამიანები 6 თვის მერე, თუ 8 თვის მერე, თუ 9 თვის მერე რომ გასამართლდებიან, თქვათ გამართლდნენ. მერე რა ხდება? ტყუილად რომ ისხდნენ, მერე რა ხდება? ციხეში ამ ადამიანებმა C ჰეპატიტი თუ აიკიდეს, შიცი თუ აიკიდეს, მერე რა ხდება? რიტორიკული კითხვა მაქვს. კონკრეტულად რაც შეეხება პრეზიდენტის, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმეს, კი ბატონო, ფინანსური ისე ვთქვათ დოკუმენტაციის გარდა ჯერჯერობით არაფერი არ არის წარმოდგენილი. დაცვის მხარესაც მოთხოვნილი აქვს რა თქმა უნდა ექსპერტიზა, წინასწარ გადაჭრილი ისე ვთქვათ ღობის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით არაფერი არ დევს ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მთლიანი ანუ მტკიცებულებები, ანუ ძალიან აბსურდული არის. ზოგი ადამიანი უბრალოდ დგომისთვის, სასახლესთან დგომისთვის არის დაკავებული. აქციაზე პირობითად ვიყავი მეც. ძალიან სხვა ძალიან ბევრი ადამიანიც იყო იქ, დაახლოებით 100,000 ადამიანს აღემატებოდა და შესაბამისად თუ ვინმეს ბრალეულობაზე ვსაუბრობთ, როგორც მოქალაქეები, როგორც იურისტები, აქედან გამომდინარე უნდა არსებობდეს ამ პირების ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება და ასეთი არ მოიპოვება სამართლს. მაშინ ეს ვიდეო დევს თქვენ დაცვის ვიდეოები დევს, მაგალითად რომ იმყოფებიან აქციაზე. არა მარტო ჩემი დაცვის კოპი, არამედ სხვა ადამიანებიც და ის ბრალეული ქმედება, რასაც გვედავებიან და მათ შორის ორგანიზებული ჯგუფში, ამ ორგანიზებული ჯგუფი კიდე განსხვავდება სხვა ჯგუფებისგან. აი ამისი დამადასტურებელი მტკიცებულება, ან და აგრესიის ამსახველი მტკიცებულება, ან ელემენტარული დაზარალებული მოწმე, რომელიც იტყვის, რომ ამ ადამიანმა დამაზიანა, ესეთი არ არსებობს. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს ერთ დეტალზე, რომელიც უკავშირდება ნათონელის რეზიდენციის ღობის მონგრევის ეპიზოდს და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არ დევს ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები ამ ღობესთან დაკავშირებით. წარმოდგენილი არის მხოლოდ ფინანსური დასკვნა, ანუ რა ფინანსური ზიანი მიადგა სახელმწიფოს, რაც შეეხება დანარჩენ კითხვებზე პასუხებს და შესაბამის ექსპერტიზებს, ესე ჯერჯერობით პროკურატურას წარმოდგენილი არ აქვს და ვერ აქარწყლებს პროკურატურა ჯერჯერობით ეჭვს, რომ
ეს ღობე შესაძლოა წინასწარ იყო დაზიანებული. პროკურორისგან ამ კითხვებზე პასუხი არ ვიცით, რადგან ამ საქმის პროკურორს დღეს არც ხომის დაწყებამდე და არც ხომის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია და ის მედიასთან არ გამოჩენილად ხდომა დასრულებული არის და როგორც გითხარით, მტკიცებულებების გამოკლების ეტაპი უკვე 12 ბრალდებულის აი ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით 13 იანვარს განახლდება. ჯამში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული არის 64 პირი და ამ 64 პირის ეპიზოდები 5 საქმედ განიხილება.